მოგესალმებით მეგობლებო, მე ვარ თაზო. დღეს ვითამაშებთ Minecraft-ს. მოკლებთ დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და მეშვიდე ღამით მეგობლებო. იცოდი არ დაგავიწყდეთ, სანამ დავიწყებდეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ჩემი ვიდეოები, დაკომენტარეთ ჩემი ვიდეოები, ახლა კი დავიწყოთ. ეს არის მინოტავლი. Mama, ხო შვილო, ლოგავისაილნო არ შეიძლება გალეთ? ხო შვილო, როგორ არ შეიძლება გაისაილნეთ? დედასაც კითხე ჯერ. კარგი, დედასაც ვკითხავთ. სადაა დედა? სადაა? აქით იქნება გასული, ხო? უი, აგერ ყოფილხარ დედა. ხო შვილო, რა იყო? რა იყო და გავისაილნებ რა, გალეთ. გაისაილნე მალე შვილო. ოღონ არ წახვიდე იცოდე, ტყეში, შორს. კარგი დედა და მამა. ალინერვიულოთ მალე მოვალ. ხო შვილო, მალე მოდი. აი, გავისაილნოთ რა, მოკლედ. გავისაილნოთ. ერთი მეზობელი მყავს. შევალ ერთი სტუმლები. მეზობელო. შვილო ხო? რა ხდება ბაბა? როგორ ახარ? რავი მეზობელო, კარგადაა. ხო. მოკლედ ის რა ქვია? მოკლედ რა ხდება იცი? დავეკორგო ჩვენ შვილი და ველი ვი გეხვალწები დაგვეკარგა შვილო, ჩვენ შვილი ერთი ბიჭი ყავს და დაგვეკარგა. ხო შვილო, დაგვეკარგა და გეხვალწები გვიპოვე, ტყეში წავიდა უღლან ტყეში, გეხვალწები გვიპოვე. კარგით გიპოვით. დედა ჩემმა და მამა ჩემმა კი მითხრა, რომ არ წახვიდე სოლსო რა, ტყეშიო, მაგრამ რა ვქნა, მომიწია. კაი, წავალ ჩემ სახლში და ვეტყვი მშობლებს და დავაფრთხილებ, რომ ესეთი მდგომარეობაა. მოდი მინოტავლო. ხო. დედა, მამა, ერთი წუთი რაღაცის თქმა მინდა. ეს ლაინი საიდან მოვიდა, დამელოდეთ მეგობლებო. ხო, მამა, რაღაცას გეტყვი. რო იყო სულ ვის დაბრუნდი. რა და რაღაცას გეტყვი რა. აი მომიწია, უღლან ტყეში წასვლა, მამა იცი რატო? ლოტო შვილო, იმიტომ რომ იმ მეზობელი რო ყავს ჩვენ ხომ იცი, იმათ დაეკარგათ შვილი, პატარა ბიჭი ყავს ერთი და ვუპოვი რა და მოვიყო. ყოლი შვილო, დედასაც კითხე. დედა. ხო შვილო, რა იყო? რატო დაბრუნდი? იმიტომ დავბრუნდი, დედა რომ რაღაც გითხრა, აი ნახე, აი ის რომ რა ხდება, მოკლედ ეხლა გეტყვი რა. ხო, მოკლედ მეზობელი რო ყავს, ხომ იცი? ხო შვილო, მერე რა და იმათ დაელკარგათ შვილი. ტყეში წასულა, უღლან ტყეში, აქლუალი ჩვენი ტყე და მომიწია წასვლა. კარგი შვილო, წადი მაგის გამო რატო არ წახვიდე? უბრალოდ იმის გამო არ გიშვებდი. უღლან ტყეში რა ის არ შეიძლებოდა. კარგი. წავედი მე მოკლედ და ვიპოვი. თორე ცოდუები არიან იმათთან, ერთი შვილი ყავთ, მხოლოდ ერთი შვილი. წავედით მოკლედ. აუ, შენ მეხუმლები ახლა პატარა ბიჭის ბავშვის პოვნას ამუხლან ტყეში, მეხუმლები. პატარა ბიჭო. ჰალა, სადალა. ვა, ეს რა სახლია, დაიცა, დავაკაკუნო. მასპინძელო. რა იყო? შემოდით, ვინახარით. შემოვა. ვაიმე ბატონო, რასასისად გამოიყულებით? ხო, ალაუსას ესეთი ვალუბრალოთ. ხო, მოკლედ რა ხდება, რა მდგომარეობა? მისთვის მოხვედი.
რავი, ისე მოვედი გასალკვევად, ეხლა ტყეში იმისთვის დავდიოდი, რომ აი ბავშვი მინდოდა მეპოვნა რა, ბავშვი დაეკალგათ იმათ და მოკლედ ამის გამო რა და თქვენ ხო არიცით მაგის შესახებ რამე? ალა, მე არაფერს თქვენა დარჩი ჩემთან. კარგი, დავრჩები. Olen რაღაცას გეტყვი. ჭადი ყუღნაში და იქ ლოკალებია გააღე იქ ის რა ქვია იმას რკინის კალები და იქ არ შეხვიდე გეხვალჭები ჩემი პილადული ოთახია. კარგი, ვნახავ. ხო, იცოდე პილადულია და არ შეხვიდე. რატო? აი აქ არ რკინის კალები. მოკლედ ესე იგი ესეა ხო? ესეა მოკლედ კარგი. წავუძინებ მაინც ცოტა ხანი. წავუძინე თუ გინდა. წავუძინე ან თუ გინდა საჭმელი შეჭამე. არაა პრობლემა მაგაზე. იცოდე. კარგი. დაიცა მოვიდეთ. ახლა აჰა, აი აქ არაფერი არ არის. ეცა მოვიდეთ. აი არ ყოფილი. აი ალავსო. წავუძინე ცოტა და მე თუ გინდა ატეკი. საღამოს. კარგი ბატონო, ავდგებ. აი წავუძინებ ახლა მე ცოტას. გემლიელად. ავდგე გავიღვიძე ლახტება, გავიხედო ერთი ლახტება. გავიღვიძე ბატონო. გაიხედე თუ გინდა ფანჯრებში. კარგი გავიხედები. აჰა, არაფერი არ ხდება. ჯობს კიდე ხვალ წავუძინოთ ხო რა. წავუძინებ კიდე. კარგი ალავსოს. წავუძინე გემლიელად. ანალავ წავუძინე. აი წავუძინე. ბუყებ მაგ შენთვის. ალაფელს. გასაღები ვიპოვე. რა თქვი? ალაფერი ბატონო. ცოტას წავუძინებ რა და ერთი მალე ავდგები. კიდე. ავდგე ლახტება. მელე იმას ვიზამ რა ქვია. შევალ და შევამოჭმებ ლახტება იქ. რო გამო. მოკლედ რა. ვახ, ბიჭო, ლახტება ეს. ხო არ ხადაო, ბიჭო. აქ ყოლია ის პატარა ბავშვი. აქ ყოფილა. აქ ამას თქო პატარაო. აქ ლაგინდა. რა ვიცი, მე ტყეში სასჯელნოდ წამოვედი და ამან მომიტაცა. გეხვალჭები, რომ მინდა რომ გავთავისუფლდე. გეხვალჭები მიჩველე. ვაჰ,
ლადებს ამჩეს ოსაჭმელი დევს ცოტა შეჭამა ისენიელა შეჭამ დაკ კიდე ჭელაქვი დევს ჭელაქვი ბიჭო ხვალ გადაობ გამოდი ვაიმე მე შენ რა გითხარი მაინც მაგ ოთახში იყავი ხო ყოჩახ შენ ყოჩახ გაგანადგურებ ბიჭოდე გაგანადგურებ ვაიმე რა უნდა გავაკეთო ახლა როგორ უნდა მოვიქცე ეს ლავქენი ეხლა შენ გიჩვენებ შეის ამოგიქოლავ კალებს და მელე ვნახოთ თუ აქედან როგორ გაიქცევი მართლა ამოქაოლა ბიჭო ამან კალები ეხლა არ გამაგიჟო მალა ვერ ნახავ ამოგიქოლე ახლა ვნახოთ როგორ გაიქცევი აქედან შენ გონია ვერ გამივიქცევი და ვერ გაგექცევი ჭელაქვი მაქვს ოქროს ჭელაქვი დრო ამ გონი აქედან გავიქცე გალა გავიქცეთ ვაიმე ალა ჩქალა დროულად აქედან უნდა გავიქცეთ აქ მეზობელო ვაიმე შვილო რა იყო რა ხდება და ის ხდება რომ მოგიყვანეთ თქვენი შვილი იჩილა ხდება ის რა ქვია აი ნახე თურმე იქ ყოფილა იქ ცხოვრობდა თურმე მინოტავლი ცხოვრობდა იქ მოკლედ და იმას ყოლია ის რა ქვია იქ ყოლია გამომჭრეული და მიგლჯალავდა იმ ოთახში შესულიდან მაინც გამოვიყვანე და მე თვითონაც გამოვიკეთე ვაიმე შვილო ეს რა ყოფილა დიდი მადლობა შვილო მოგვიყვანე შვილი დიდი მადლობა შვილო შვილი მოგვიყვანე კარგი წავედი ახლა მე ნეულად უნდა წავიდე აი აბა კარგად შვილო კარგად ნეულად შევედი სახლში დედა მამა ბძინავთ ადექით გაიღვიძეთ ხო შვილო რა იყო ხო შვილო რა ხდება აბა ვიპოვე დედა და მამა მალა იცი რა ხდება თურმე იქ ცხოვრობდა მინოტავლი თავიდან მეგონა კეთილი მინოტავლი ხო და თურმე ბოლოტი ყოფილა მიგლჯალავდა იმ ოთახში შესაძლოა სადაც ეს ბავშვი ყოლია გამომჭყდეული ვახ შვილო რა ხდება თურმე ხედავ შენ ეს იყო მეგობლებო მე-7 ღამე მოკლედ ყველაფერი ბოლოს კარგად დამთავრდა რა მოკლედ იპოვა ეს ბიჭი ეს პატალა ბიჭი იმათი შვილი მეზობლების და წამოიყვანა მოკლედ ამ ბიჭმა იპოვა და გამოიქცა თვითონაც იმ ბოლოტ მინოტავლიდან თავიდან ეგონა კეთილი იყო უგლძალავდა და ატყუებდა რომ იქ არ შეხვიდე უბრალოდ ის არისო ჩემი პირადული ოთახიო და მოკლედ გამოიჭელეთ ჩემი არხი და დალაიქეთ ჩემი ვიდეოები დააკომენტარეთ ჩემი ვიდეოები და დაალაიქეთ აბა კარგად გამოიჭელეთ არხი აბა კარგად